with you and Devin is very likely to happen. If it is in 105 kilo, how do you see the match going? And when do you think that you'd be ready for that? ხო და ბოლო კითხვა, ჩემი აზრით ძალიან დიდი შანსია იმის, რომ დევონთან გადაწევ ხელს და შენი აზრით როგორ წავა მატჩი და როდის მოხდება, როდის იქნები მზად შენი აზრით? აა როგორ არის ცი ცოტა დევონთან ცოტა დრო მჭირდება, ასევე როგორც იმას ჭირდება წონის დასაკლებად რა. და ვფიქრობ, რომ პერიოდი, ანუ დროის მხრივ შევთანხმდებით ორივენი, რომ რაღაც იყოს მაგალითად დაგვენიშნოს. ხელის გადაწევას რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ დევონს მოუწევს მაგიდის ქვეშ ყოფნა და მე ასე ვეჯდები მაგალითად. Yeah. For the time when it comes, I would say we both need some time. I need to prepare. It's Devon. Devon needs some time to cut so much weight. So I think we need to prepare if that match when it gets set. As for the match, how it goes, I think Devon will be dropping down, going low, 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 and I'll be holding up here. And also, so you'd said that Devin's hand felt more like the most comfortable hand you've ever gripped up with. Could you explain a bit about how that happened? Because when I gripped up with Devin's hand, I did not describe it as comfortable. ხო, და მეთან მე გავიგე, რომ შენ თქვი დევონის ხელი არის ძალიან კომფორტულია შენთვისო. ყველაზე კომფორტული ხელი რომელიც როგორ, იმიტომ რომ მე ხელი რომ მოვკიდე კომფორტულს მაგას ვერ დაუწეხებ. ანუ როგორ იყო იცი? დევონთან რომ მოვკიდე ჯერ კიდევ დუბაიში რომ შევხვდით სულ პირველად, აი ოცნება რომ მქონდა რომ ოღონდ დევონთან ხელი მომაკიდებინო, თქვა ჯერ კიდევ მაშინ რა. რომ მოვკიდე ხელი. დევონი იყო დაახლოებით რო ვკითხე თუ სწორად მახსოვს 117 კილო რა. ხო და ძალიან წინააღმდეგობს არ მიწევდა იმის მტევანი რა. ეხლა შეიძლება ითქვას რომ არ მომკიდა შეჯიბრისთვის როგორც არის შეჯიბრი როგორც დგება ისი არ დამიდგა ვიღაცამ შეიძლება თქვას, მაგრამ მინდოდა გადაწევა. რა უთხარი მეთქი გადავწიო თქო, ეხლა იქ თანაც რომ ხელს არ მატანს რომელსაც რა შეგვიძლია ვაკეთებთ და ჩერდება რა, ანუ მიგებს რა ასე რომ თქვა ვერ მოუგე იქ. ხო და მერე რო ვნახე თურქეთში 105 კილო დევონი რა, აი როგორ განსხვავდება მაგის მტევანი იცი? როგორც ჩანს ძალიან აკლდება ხელის მტევნიდან რა, ასე რომ ვთქვათ, წონას რო იკლებს. და აი დუბაიში როგორ განსხვავდება, იცი როგორ შედარებას მოვიყვან მაგის ხელებს 117 და 105-ის შორის. აი დაუშვათ დუბაიში იყო ამ ხელა და თურქეთში იყო ამ ხელა. აი ამ ხელას ხოვობა აქვს რა, უთხელდება, უტრილდება და აი ძალიან კარგად ვკიდებ ხელს და აი ზუსტად ისე მაჯდება რომ აი მთელი სხეულში რაც ძალა მაქვს ვიცი რომ მივიტან რა მაგის მტევანთან. Yeah, it's pretty simple. When I first met him in Dubai, I felt like, oh my God, I'm gonna meet Devon. I want to grip him up. For me, it was a dream. And as I remember, he told me he was around 117 kilo for Dubai. And when I gripped him up, some may say that he didn't grip me up as like how he would in competition. You know, it's still different. And when we pulled, I felt like he's stopping me. So you could say he kind of beat me there. We were stopping. It didn't really go anywhere. But when I met him in Turkey when he was 105, his hand was so much smaller. It feels like I would say his hand goes from like this to this. It feels like when he drops weight, his hand becomes much thinner, smaller. And when I gripped him up, I felt so comfortable. When I felt like I can hit with everything I have. So do you believe, let's just say hypothetically, instead they had Oleg Matrenko face Oguzhan Kochak, and you face Devon on November 2nd, would you have beaten him that day? ხო, აი ის თურქოს 15 რო იყო. პეტრენკო ოგუჟანთან რო გადაწიოს და შენ იმ დღეს რო დევონთან გადაგეწია. მოუგებდი? კი. მაგრამ მოდი გავიხსენოთ რაღაცასაც ჩავაქსო, ნუ გავიწყდება პირველი დევონის წონის დაკლება. პირველად რო დევონმა წონა დაიკლო, იცი რო არის სათოლიანი ბიჭის დამავიწყდა სახელი გვარი. პირველად რო გადაწია რა, ლარატმა 105 კილო რო იყო პირველ მატჩში არის. შენ შოუ, ხო. მასე ვერ ვიტყოდით ახლა დევონის პეტრენკოსთან ფორმას და შენ შოუსთან ფორმას რა, ძალიან განსხვავდება და დევონს უკვე ასაკი აქვს და ვფიქრობ რომ 105-ში მე-13 დაკლება არც არაფერს არ მოუტანს და ვფიქრობ რომ იმაზე სუსტი იქნება თუ ვინმე წარმოიდგენს მაგას რა.
Yeah, but let's not forget the match he had with Chance Shaw, his first cutting weight. As for right now, I would say let's not forget that Devon is getting older and older, and if he drops so much weight, I wouldn't say it gives him anything good right now. Really? Okay. And then, like, okay, well, to be fair though, like, translate this because maybe he doesn't know. Against Chance Shaw, he did that on like very short notice, and I think he had recently fasted a lot of weight. So, like, the guy who faced Chance Shaw wasn't really similar to the guy who faced Oleg Petrenko. ხო, მაგრამ მაინც ახლა პეტრენკო და ჩენშო რო გადაწია, ცოტა სხვანაირად დაიკლო, იმიტომ რომ ჩენშოთან არ იცოდა. ეგრევე მიიღო მატჩი და ფასტინგი, ანუ არ ჭამდა არაფერს რა, რამოდენიმე დღე საერთოდ საჭმელს არ ჭამდა. მაინც ფორმა სხვა იყო ახლა პეტრენკოს რო შევადაროთ. როგორც კიდე იყოს, როცა 130 და 140 კილოდან წონას იკლებ, კიდე შენ შოუსთან და კიდე პეტრენკოსთან, მაინც გიწევს ბოლო დღეებში შიმშილი. და მაგას მასე ვერ ვიტყვით, ეგ ასაკში არის უკვე დეონი და დეონ ლეგენდა ხარ, მაგრამ ეხლა ახალგაზრდების ჯერია რა ვქნათ. Yeah, you can say that, you can say whatever you want, but when you cut from 130 to 140, you have to fast a couple of days anyway. As for right now, Devon, you're getting old, so right now it's young people time. So then, like, my other question is, how long is he willing to wait for this match? Because the truth of it is, it's not happening for a while. Like, Devon's gonna maybe probably face Levon a third time, in my opinion, or at least he's gonna try to. Is he willing to wait, a year for the belt to be up, or does he think maybe after a certain amount of time, Devon should be stripped and maybe you and Oleg Petrenko face each other for the belt? ხო, ანუ რამდენი ხანი შეგიძლია რომ დაელოდო დემონს, იმიტომ რომ შეიძლება ახლა წონაში მაღალია, შეიძლება ლევონთან მესამეჯერ გადაწიოს და რამდენი ხანი შეგიძლია რომ დეონთან მატჩი ისე მინდა და ჩემი იმხელა ოცნება არის, მთელი ჩემი აი რაც გავიგე რომ დეონთან შემიძლია შევხვდე იქნა გამომდინარე რომ დეონი 105-ში იკლებდა თავიდან, აი იმ წამიდან მთელი ცხოვრება მექნება ის ოცნება რომ დევონს შევხვდე და თუნდა 1 წელი, 2 წელი, რამდენიც უნდა იმდეს დაველოდები, ოღონდ ვიცოდე რომ შემხვდება და ჩემთვის დაიკლებს რა. Yeah, as soon as I heard, for me it's a big dream to pull Devon, and it's big that the second I heard that Devon is coming to 105, from that second to here, I will wait as long as he needs to. I'll wait a year or two. If I know that I'm gonna pull Devon, I'm gonna wait as long as I need to. It's a big dream for me to pull Devon. And then my other question, so does he think that he's specifically a good matchup for Devon, or does he just think he's the uncrowned 105 kilo champ right now? ხო, ანუ იცი როგორ არის? შენი აზრით სპეციფიკურად დევონთან ხარ, ძალიან კარგად გიждდება ხელი და მაგას უწევ. თუ აი მე 105-ში ახლა ხარ მეფე. არა, ზოგადადაც ეს თავს ახლა ისე ვგრძნო, რომ 105-ში ყველას მოგება შემიძლია ახლა ამ ეტაპზე, მაგრამ აი ხელიდან მოყვანილობიდან და კომფორტიდან გამომდინარე, დევონთან კარგად ვგრძნობ ხელის კომფორტს რა. და ვფიქრობ, რომ შემიძლია მოგება მაგის ხარჯზე და იმის ხარჯზე, რომ ასაკი აქვს, დიდი წონა აქვს და გაუჭირდება ესე კარგად ვერ დაიკლებს, რომ დაუშვათ იმაზე ძლიერი დარჩეს, ვიდრე მე ვარ. Yes, I feel comfortable with Devon, but at the same time I feel like I can beat anyone in 105 right now. And when I grip Devon, I feel so comfortable. That and at the age and how much weight Devon needs to cut, I don't think he can really like stay strong. Do you think there was any chance Devon was maybe playing with you in Istanbul and he actually, feels confident that he could beat you? Because I know for a fact, if I talk to Devon, I'm going to see him pretty soon in Chicago. He will tell me, "Oh, I'll destroy Nugo." Why do you think he would feel good about what happened in practice? შენი აზრით დევონი არ თამაშობდა თურქეთში რო გადაწიეთ, იმიტომ რომ ეხლა მე ჩიკაგოში რო წავალ და დევონს რო შევხვდები, ვიცი რა მაგას რა შევიკითხო, მეუბნება, აუ, იმ დღეს გავანადგურებდიო, ნუგოს ვაფშე ვერ ეგზნობდიო. როგორ იყო იცი? მე მოფრინავდი უკვე საქართველოში მოვდიოდი, რომ იქ ფოიერში წევდა ხელს დავინახე უცხო ადამიანთან რა დევონი და მიველი და მეთქი მეც მინდა თქო რაღაც და ანუ გადავწიეთ რა და მე მქონდა გაუნხურებელი ხელი თან წინა დღის ნასი ჯიბრალი მქონდა და ცოტა მტკიოდა და მე გავედი გვერდზე და ის იყო რა ქვია რეზინა მქონდა პატარა და შევახურე ცოტა ხელი
და ასე სულ შეუშვი წესებში რომ არ მტკენოდა და მე რომ მივაწექი უკვე აღარ ვიცოდი რა საკეთებდა ანუ მატანდა აწვებოდა თვითონ მეუბნეოდა თოქს ჭიმავდა და ერთიც ცოდა რომ აწვებოდი მარტივად გადავდიოდი და მანდ ვერ ვიტყვი ახლა რომ აი მაგალითად მოუგე მაგრამ მანდ ისე კომფორტულად ვავლებდი ხელს რომ აი ფიქრობ რომ ეგეთი დევონი ჩემთან დღეს 105-ში უშანსოდ იქნება რა In the Turkey, I saw him in the lobby pulling some other guy, and it was a day after the competition. I was about to fly off home, so I saw him. I warmed up with the rubber band so my arm doesn't hurt because it was already pretty bad after the competition. And when I pulled him, I just maybe he was letting me. I don't know. I just didn't feel much resistance. I was pinning him. He was coming up, tightening the strap, and telling me one more, one more, one more. I don't know what happened that day. Maybe he was playing with, I don't know, but I just feel like that Devin wouldn't really put up as much. Well, yeah, that's very interesting, and I hope we get to see the match one day because I am incredibly curious how that would go. I want to say thank you, Nugo Chikadze, for coming on, and if he has any final message for the people at home. ხო, სასიამოვნო დღეს გისურვებთ, მადლობა თქვენთქო და დევონს მიუმართავ ამას. დევონ. Have a nice day, everyone. Thank you. And for Devin, that gesture was for you. All right. Thank you very much. You have a good one, Nugo. Have a good day.